გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოგახსენებთ, რომ მე შეშფოთებულის გახლა ვართ და შეიძლება ითქვას აღშფოთებულიც. მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს სტაკი მასხარაობა წამოწყებულია მეგობრებო იმის გამო, რომ პირველი აქაურმა მენეჯმენტმა დაარწმუნა, როგორც ჩანს ხელისუფლება, რომ მის პოლიტიკურ ხაზს ეს მენეჯმენტი გაატარებს ყველაზე ერთგულად და ეფექტურად. მეორე, ამ ასე ვთქვათ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს ხელისუფლება არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ მენეჯმენტი ბანალურად ცდილობს გაექცეს იმ სავარაუდო ფინანსურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ მოკვლევებით გამოიკვეთა. პიროვნულად სამეურვეო საბჭოს წინაშე პასუხი უკვე აგო ბატონმა ბარათაშვილმა და სამართლებრივზე შემდგომში ვისაუბრებთ. თუმცა ალბათ ცხადია, რომ ბარათაშვილი ერთპიროვნულად არ იღებდა გადაწყვეტილებებს და იმ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა მაუწყებელში, გულისხმობს საბიუჯეტო კრიზისს, თავისი პასუხისმგებლობა მაუწყებლის დღევანდელ ხელმძღვანელობას ეკისრება. თუ ვის რამდენი წილი, ამას ალბათ კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ. აი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვითხოვდით ჩვენ შეხვედრას პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. რაც შეეხება ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ამაზე გუშინ მოვახსენე საზოგადოებას იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რა საფრთხეებსაც შეიცავს ყოველივე ეს. ამჯერად მინდა საზოგადოებას დაუსუსტო რამდენიმე მომენტი და მოტივი, რომელიც არის ჩვენთვის ცნობილი და ბოლო პერიოდში ვადევნებდით თვალყურს. კერძოდ, საქმე ეხება ჩვენი შემადგენლობიდან ორი ადამიანის, ორი წევრის სავარაუდო გასვლას იმ ზეწოლების ფაქტებს, რომელიც მათზე სავარაუდო და დიდი ალბათობით ხორციელდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი, არც ყრუნი ვართ და არც ბრმანი, ძალიან კარგად გვესმოდა სიტყვით ნათქვამი ზოგიერთი მეგობრისგან, თუ როგორ სთავაზობდნენ სამსახურებს მაღალ ანაზღაურებაც, რას თავაზობდნენ, რა იყო ამის შესაბამისი საპირწონე საქციელი. ყოველივე ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, დაიწყო ჯერ კიდევ 5 სექტემბერს, რომლის შესახებაც მე უკვე საზოგადოებას 6 სექტემბერს მოვახსენე სხდომის დაწყებისთანავე. პირველად იყო ზემოქმედების მცდელობის ფაქტი გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რაც უკავშირდებოდა გენერალურ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების აქტს. მანამდე მე შემხვდა ჩემთვის ნაცნობი დეპუტატი, რომელმაც ასევე სცადა გადავერწმუნები გზაში, ხაშურში ჯერ კიდევ ჩემ გადაწყვეტილებაში, რომელიც რატომღაც მისთვის ცნობილი იყო, თურმე და სხვა შემთხვევაში ის ბორდის დაშლით დამემუქრა, ისე დამემშვიდობა. ეს ბატონი გახლდათ ყველასთვის ცნობილი ტრიპოლსკი. შემდეგ უკვე მე გამომეცხადა ჩემივე კაბინეტში ბატონი ოდერი, რომლის ფუნქციაც დღემდე ვერ გავარკვიე, რომელზეც პასუხი დღემდე ვერ მივიღეს შსს-დან, რომლის შესახებაც მივწერე შსს-ს, მაგრამ მათ ერთადერთი რაც მოახერხეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი აღიარება, რომ ასეთი ვინმე მათ სამსახურში არ აყავთ. ესე იგი ასეთი ვინმე ჩვენ მყოლია მხოლოდ და მხოლოდ სამსახურში და რას აკეთებს ბატონი ოდერი 5 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე, როცა კაბინეტში ყოველდღიურად ხდება გადაყენებულ ბარათაშვილს, რას თათბირობს, რა უნდა ამ შენობაში და რატომ დაბოგინობს ის ისევ იმის შემდეგ, რაც მან უხეში მეთოდებით ყოველად დაუშვებლად სცადა ჩემზე ზემოქმედება მოეხდინა. მე მჭირდება პასუხი მეგობრებო და მე მჭირდება არა ტყუილი. მე არ მჭირდება მოგონილი არ მუშაობს, მე მჭირდება პასუხი. მე ვითხოვ პასუხს შესაბამისი ორგანოებისგან. ეს არ არის შუა საუკუნეები, ეს არ არის ინკვიზიციის პერიოდი, ეს არის დამოუკიდებელი
და დემოკრატიული ქვეყნების ეპოქა მეგობრებო და გაითვალისწინეთ. რაც შეეხება ავთანდილ ანთიძეზე ზემოქმედებას, ბატონი ავთანდილი გულით ავადმყოფი გახლავთ, ძიმე ოჯახური მდგომარეობა აქვს, ოჯახის წევრი, ასევე ძიმე ავადმყოფი გახლავთ. ავთანდილ ანთიძეს ესაჭიროება გულის ოპერაცია, მეგობრებო, მასზე იყო ზეწოლა, ის ჩვენ გვეუბნებოდა, ის ჩვენ გვაფრთხილებდა, ის მეხვეწებოდა, რომ შევხვედროდი შინაგან საქმეთა მინისტრს, როგორც ჩანს, მასზე იყო საშინელი ზეწოლა, მეგობრებო. მაშინ რატომ ეხვეწებოდა, რატომ მithვლიდა, რატომ მეუბნებოდა, რომ შევხვედროდი შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელთან შეხვედრაც მე ძალიან მჭირდებოდა და ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერც წერილობით მივიღე პასუხი, ვერც ჩემი აპარატის უფროსის მიერ დარეკვის შემდეგ, ვერც მისი სამდივნოდან, ვერც პრესსამსახურიდან. თუ მათ არ გადასცეს, ეს მაშინ არის მათი პრობლემა და მათივე მოკვლევის საფუძველი და თემა. შედეგი ვიცით ის, რომ ნინო დანელიამ მოიწერა ჩვენთან მეილები, ქონდა აზრთა გაცვლა გამოცვლა, მან გვითხრა, რომ არის ზეწოლის სერიოზული მცდელობები მასზეც. მეგობრებო, ადამიანზე, რომელმაც დოქტორანტურა დაამთავრა და რომელსაც ახლა ლექციები შესთავაზეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქედან იქით. მან თქვა, რომ ასეთი ზეწოლები, მე სიტყვასიტყვით ვერ მოგიყვანთ ციტატას, იმიტომ რომ არაეთიკურად ვთვლი პირადი მიმოწერის განსაჯაროებას მისი ნებართვის გარეშე, თუმცა მე მაქვს მისგან ნებართვა, რომ მისი შინაარსი წარმოგიდგინოთ. ნინო შესაბამისი ორგანოებიდან ალბათ, სახელისუფლებო ორგანოებიდან ალბათ, რატომ თხოვდა ბატონი ავთანდილ ანთიძე მე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას? რომ რაზე უნდა მესაუბრა და იმაზე უნდა მესაუბრა, რომ ეს კაცი მუდმივად ამბობდა, რომ მასთან საბადმყოფოში დადიან მაღალ ჩინოსნები და სთავაზობენ 1000 რამეს. მაგალითად, მაღალ ანაზღაურებად სამსახურს, სადღაც გაზ კანტორაში მაგალითად. იმის სანაცვლოდ, რომ მან დატოვოს სამეურვეო საბჭო. რათა ქმედ დაცვას მთხოვდა ეს ადამიანი, დიახ. მე ვეცადე მასთან კონტაქტს, მაგრამ ვერ მივაღწიე. ახლა ის ადამიანი ერთი პერიოდი წასული იყო. მე ვერაფერს ვერ დავაბრალებ ზედმეტს. რამდენიმე დღე წასული გახდათ ნამდვილად და მე შეიძლება მან ვერ გაითვალისწინა მე რა რანგის გაჭირვება მქონდა ამ შემთხვევაში. და იმას, მაგრამ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე როცა ითხოვს რაღაცას, ეს არ არის ისა, რა ქვია, ყურიდან დიახ. იანვარში არ გვიწყდება ჩვენ უფლებო მოსილება. 1 იანვარს შედის კანონი ძალაში, ახალი კანონი, რომელიც არა თქვენ საიდან ასკვნით, თებერვალ მარტში იქნება თუ მარტ-აპრილში იქნება? არა, როცა აირჩევა, იმის შემდეგ იქნება. ეს არ არის დაზუსტებული, ამიტომ ჩვენ ზუსტ დროს ვერ დავასახელებთ. და რას, მერე? 6 თვის მანძილზე? 6 თვით ადრე? ჩვენ ჩასატარებელი გქონდა მეგობრებო კონკურსი. კონკურსი ჩავარდა, ფაქტობრივად ჩავარდა. ესე იგი ჩვენ უნდა ჩაგვეტარებია კონკურსი, სრულიად ლეგიტიმური კონკურსი, როგორც ჩანს, ვიღაცების ინტერესებში არ შედიოდა ამ კონკურსის ჩატარება. ვიღაცა თვლიდა, რომ ამ ბორცს უფლება არ აქვს აირჩიოს ის გენერალური დირექტორი, რომელიც მერე უხელმძღვანელებს 6 წლის მანძილზე მაუწყებელს. თუ მათ არ მოეწონებოდათ გენერალური დირექტორი, მათ სრული საშუალება ჰქონდათ 6 და 8 და 10 თვის შემდეგ მისთვის უნდობლობა გამოეცხადებიათ. მაგრამ დავასრულებ თუ შეიძლება იმ წინადადებას. თუ შეიძლება დავასრულებ. რაც შეეხება კონკურსის თემას, თუ ამ სამეურვეო საბჭოს, თუ ჩვენ ვცნობთ ყველა თამაშის წესს სწორად, თუ ჩვენ ვემორჩილებით იმ თამაშის წესებს, რომელ თამაშის წესებზეც არის საერთოდ ჩამოკიდებული და დამოკიდებული მთელი დემოკრატიული სტრუქტურები. მაშინ მეგობრებო, მაშინ რას ნიშნავდა 17 წლიდან 1 იანვრამდე თუ 1 მარტამდე თუ 1 აპრილამდე იმ ვადების შემცირება, როგორც შეუმცირდა სამეურვეო საბჭოს 1000-ნაირი თუ უпростоრად რამდენიმე იმითი საბაბით. ახალ კანონთან დაკავშირებული საბაბით, ხოლო შინაარსი ის არის, რომ ამ სამეურვეო საბჭოს, რომელსაც თურმე არ აქვს უფლება აირჩიოს ახალი გენერალური დირექტორი, ზუსტად ის სამეურვეო საბჭოა, რომელიც ძალიან დიდი ხნით უნდა ყოფილიყო აქ.
და ლეგიტიმურ ხაზს ხომ მაინც უნდა გავყვეთ. მე არ მაქვს პრეტენზია არც ახალ კანონთან, არც ძველ კანონთან. კანონი არის კანონი, კი ბატონო მიიღო და მიიღო. მაგრამ ის რომ უნდა ჩავატაროთ კონკურსი, ამ დროს ორი ადამიანის გამოცლა ეს ხელოვნურად, რას ნიშნავს მეგობრებო? ამაზე მე გუშინ ვისაუბრე. გუშინდელ ბრიფინგზე ვისაუბრე, რა თქმა უნდა. გუშინდელ ბრიფინგზე ვისაუბრე და მოგახსენეთ, ფინანსური პრობლემების შეექმნება, თუმცა დღეს არის დარჩენილი იმდენი თანხა, რომ ხელფასები გაიცის. მაგრამ შეიძლება დეკემბერში შეექმნათ. მე ზუსტად არ მაქვს გამოთვლილი, ფინანსურ დირექტორს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ ის ფონდი, რომელიც ხელშეუხებელია, რომელიც უნდა იყოს ხელშეუხებელი, არის ხელშეუხებელიო. მან მითხრა ეს. თუ არის ხელშეუხებელი, მაშინ მივლენ ბოლომდე, მაგრამ ეს ტელევიზია, რა თქმა უნდა, ამ 3 თვის მანძილზე არ იქნება ის ტელევიზია, რასაც ნორმალური ტელევიზია ქვია. ეს იქნება დაახლოებით მექანიკის რეჟიმში მომუშავე ტელევიზია, დაახლოებით. არ ვიცი, მაგ შეგიძლიათ? არა, მაგ ზეწოლაზე ვსაუბრობ, მე ამ მუხარებზე არ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნინო დანელიას და თავად გიპასუხებთ. ის არა, მან ჩვენ გაგვაფრთხილა, რომ მასზე არის, მასზე გავიდნენ, მასზე ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას და ამიტომ ფრთხილად იყავითო. მოგწერა, თქვენზეც იქნება აუცილებლად ცდილობებიო. ზემოქმედების მოხდენისო. ეხლა რა შეიძლება ჩვენს იმას, რა ქვია, დღევანდელ მდგომარეობას და ჩვენ არა ვართ დარწმუნებული მეგობრებო, თუ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანზე. ჩვენ არა ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ სატელეფონო საუბრებს უსმენენ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ თამაზ ტყემალაძის კაბინეტში შევიდა გაშიფრული დაბეჭდილი სახით ჩვენი სატელეფონო საუბრების, სამეურვეო საბჭოს წევრების სატელეფონო საუბრების მონაცემები. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს. იმიტომ რომ კი, ტყემალაძე ჩვენ დავნიშნეთ, კი, მაგრამ გუშინ მან განაცხადა, ჩემდა გასაოცრად, რომ ესე იგი ჩვენ თურმე მხოლოდ იმისთვის დავრჩენილვართ, რომ ვიმღეროთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ სიმღერა არ მეხერხება. მან ძალიან კარგად გამოუცხადეთ ნდობა, იმიტომ რომ სხვა არ იყო, ეს იყო უსუსტესი მენეჯმენტი, მეგობრებო. აქ ფაქტიურად ადამიანი არ იყო. და უფრო ასაკოვან ადამიანზე გადავწყვიტეთ, რომ იქნებ გაცილებით კორექტულად მოიქცეს ვიდრე ვინმე პატარა ბიჭი, თქვათ, იმის ბარათაშვილის გუნდიდან მას არ ასწრებდნენ სხვათა შორის თამაზ ტყემალაძეს მანამდე იმას, რა ქვია, თათბირებს, მაგრამ მე გავოგონდი ადამიანისგან, რომლისგანაც მე არ მოველოდი, რომ მე და მთელი ეს 7 კაცი თურმე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დავრჩით, რომ სერენადები ვიმღეროთ. მე ამ საქმეებთან ახლოს არა ვარ. თვითონ სხვათა შორის უფრო ახლოს არის ამ ამბებთან ახლოს. მე მომაწოდა ინფორმაცია ჩვენ ზუსტად ჩვენთან მომუშავე ადამიანმა, რომელიც გამოვა და იტყვის. არ ვიცი ვინ უსმენს. ეხლა მე მაგდენი რო ვიცოდე, მაგის საშუალებები რომ მქონდეს, მაგას განვასაჯაროებდი. რა თქმა უნდა, მე მაქვს დიდი ეჭვი. არ ვიცი ვის რა ინტერესებშია, საერთოდ მეგობრებო, ეს უკვე მიდის ტაკიმას ხარაობამდე ეს ყველაფერი. ეს ძალიან არასერიოზული ამბები. ვიღაცის ის რა ქვია, ილუზიები, ვიღაცის გაბერილი ფანტაზიები, ვინ სადამდე შეიძლება დარჩეს. ეს ყველაფერი ერთ დღეს, როგორც საპნის ბუშტი ისე გასკდება, მეგობრებო. და ყველაფერი ის სისულელე იმ ადამიანებს თავზე დაემხობათ, რისთვისაც ეს ბოდვები მოაწყვეს. უკაცრავად ემოციებისთვის. დაბრძანდება ეს ბატონი, მიუხედავ ირაკლი ქვია თურმე და არის ციბაძე. სახელი არ მახსოვდა მე მაგ ბატონის. ის მანამდე შემხვდა და შემპირდა. არა, ეს სხვა გადაწყვეტილებაზე. იგივე გადაწყვეტილებაზე, კი. არ გამომეცხადებია, თორე დაგშლიდნენ. როგორ ჩანს იცოდა? აი საიდან უნდა ცოდნოდა მეგობრებო, როცა ხელმოწერები შეგროვდა, მაგრამ ის ხელმოწერები ბორდისთვისაც, სხდომისთვისაც არ იყო ცნობილი. საერთოდ ეს ფაქტები, ყველაფერი რასაც ბორდზე საუბრობ, ჩვენს წინ ალაგია.
სექტემბრის დასაწყისში. როცა მოვდიოდი. ეგ არ ვიცი მე, არ ვიცი. ეგ ჩემი საქმე არ არის, არც მაინტერესებს. ამის შემდეგ ის იქნება, რომ მე მაქვს იმედი, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერთან არ მომიხერხდა, შინაგან საქმეთა მინისტრთან არ მომიხერხდა. ერთადერთი ადამიანი სხვათა შორის სრულიად განყენებული, ვინც ჩემთან შეხვედრა ისურვა, იყო კბილაშვილი. მაგრამ კი, მას შევხვდი, მაგრამ მას ძალა მე დამეხმაროს არ ქონდა ბუნებრივი. ერთადერთი ჩვენი მოკვლევები თუ დაექვემდებარება ძიებას, ის მისი უწყება მერე ჩაერთვება, რა თქმა უნდა. არა, მე არ მაქვს უფლება, მე არ მაქვს დასკვნების გარეშე რაიმე მასალა ვინმეს მივაწოდო. არა, მისმა პრეს-ცენტრმა მითხრა მე ვარი. როცა ჩამოვიდა იმის შემდეგ. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, ნამდვილად შევხვდი მე მას ორჯერ, თუმცა ეს შეხვედრები სრულიად სხვა ხასიათის იყო, ანუ იმ ოფიციალურ ნაწილში არ იყო, როცა სამივე უმაღლეს თანამდებობის პირს თხოვე. ეხლა მე აღარაფერი არ მინდა. მე მანამდე მინდოდა სანამ ის ადამიანი მთხოვდა. ციბაძესთან დაკავშირებითაც მინდოდა, მივწერე და ავთანდილ ანთიძესთან დაკავშირებითაც მინდოდა, იმიტომ რომ იმ ადამიანზე როგორც ჩანს უკვე განხორციელდა, იმიტომ რომ მან რაღაც დაწერა. ასევე რაღაც დაწერილი არის მაზმიშვილის მიერ, ის უკვე სწორი წესით წავიდა პარლამენტში მაზმიშვილის მიერ დაწერილი განცხადება, მაზმიშვილმა ეს გახლავთ მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი მეგობრებო, ამ ადამიანმა ჩვენ გთხოვა შეხვედრა, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გვითხრა რომ ეხლა ხდება, ესე იგი, თურმე რა მნიშვნელოვანი ყოფილა მისი გასვლა, მაშინდელ ტექსტს გეუბნებით და ამ გასვლას ის უკან შემოაბრუნებს, თუ კი მოსახერხებელია დოკუმენტურად, რაიმენაირად თუ კი მოსახერხებელია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან 3 დღის შემდეგ გადააგზავნა სულაც. თუ მასზე ზეწოლები არ იყო და თუ ის უბრალოდ დაიღალა, რას ქვია ფესტივალისთვის შემოვიდა იმაში სამეურვეო საბჭოში? ეს არის სერიოზული ადამიანის განცხადება? როგორ უნდა დაიშალოს სპორტი? არ არსებობს უწყება, არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც შეცვლის, მაშინ უნდა გამოცვალონ კანონი. საერთოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა აიღონ მაშინ ხელი. მაშინ რას ნიშნავს? მაშინ დანიშნონ. არა, მაშინ თქვენ რას გულისხმობთ, რომ ორმა თუ დატოვა? მაშინ გადაწყვეტილების უუნარო ქვია მაგას, ასეთი პრაქტიკა აქ იყო, 5 თვე იყო გადაწყვეტილების უუნარო სამეურვეო საბჭო, რომელიც შემდეგ დაექვემდებარა შევსებას. 1 იანვრიდან შეიძლება შეივსოს, მაგრამ 1 იანვრამდე ხო ის არის პრობლემებია. თუ არ დააკმაყოფილა, მაშინ რა თქმა უნდა არ იქნება. თუ 8 კაციც კი დარჩა, მაშინ გადაწყვეტილების უნარიანია რასაკვირველია. რა თქმა უნდა, ახლა ესეა. კარგი, ჩვენი სიმართლით ვიაროთ. რაც სათქმელი იყო, მე ყველაფერი ვთქვი ჯერჯერობით, დანარჩენს შემდეგში მოგახსენებთ.